საღამო მშვიდობისა, მოგესალმებით ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს კვირაა და თქვენ უყურებთ ყველაზე მხიარულ გადაცემას ანეკდოტების შოუ. როგორც ყოველთვის საინტერესო სტუმრები გვყავს დღესაც და პირდაპირ საქმეზე გადავალ და წარმოგიდგენთ მათ ყურადღებით შლომო ელ-ჰარარი და ბელა ბერძენიძე. შლომო და ბელა ბერძენაძე დაძმობილდნენ, გაუდგნენ გზასა და მიადგნენ ანეკდოტების შოუს. თუ გადაცემას ბოლომდე ნახავთ, მიხვდებით, რომ რწყილი და ჭიანჭველა არანაირ კავშირში არ არიან შლომოსთან და ბელასთან. ბელა ტანსაცმლით მოსავს ადამიანებს და ისე კარგად აკეთებს ამას, რომ მალე ალბათ გაიხსნება მაღაზია ბელას ტანსაცმელი. შლომო რესტორნის მეპატრონია. ამბობენ, რომ ძალიან კეთილი და გულუხვიაო. თუ მოინდომებს, შეიძლება მეც მათქმევინოს შლომო კეთილი და გულუხვიაო. ბელა ტიკტოკერია, თუმცა საჭმელის გაკეთება არ უყვარს და ფაქტიურად ტიკტოკებით იკვებება. იმიტომაც არის ასეთი ლამაზ. შლომო ისრაელის მოქალაქეა, ანუ აქ ებრაელია, ისრაელში კი ქართველი. ეს რუსთავი 2 და ანეკდოტების შოუა. დაიზარეთ გადართვა და დარჩით ჩვენთან. ხო სტუდიაში ესე იგი ძლივს წარმოვთქი, მაგრამ მეგონი გავამივიდა. კეთილი იყოს თქვენი ფეხი. სასიამოვნოა ჩემ. და თქვენი ტანი თლიანად შეომატნო. ესე იგი, არ ვიცი, შლომო ძლივს წარმოვთქი, ხო სწორად თქვი ყველა. გვარი კი. ეს იყო 100% კარგი. ოქრო ხარ. ესე იგი, მე შემეძლო გამეგრძელებინა, ესე იგი, მოგივიდა მშვიდობა, შალომი, გენაც ფარნასა. ფარნასა. და რა თავარია მაზალი, მაზალი. ებრაელისთვის ფარნასა არის ყველაზე მთავარი, იმიტომ რომ ეს არის კი ბატონო, მაგრამ მაზალი თუ არა გაქვს ფარნასა როგორ იქნება? აუცილებლად, თუ მაზალი არა არის, არა ფარნასა. მაზალიც აუხსენი რა არის მაყურებელს. მაზალი არის როგორი აქართულად მაზალი? ბედი. იღბალი. თუ ბედი არ გაქვს, არა ფარნასა, რომელიც არის ფული. არაფერი არ იქნება, არა ცოლი, არა ოჯახი, არაფერი. ბატონო. ამიტომ მე ყველაფერი ერთად გისურვე, ისე როგორც შენ, ასევე შენ ჩემო ძვირფასო. ჩემო ბელა. დიახ. კეთილი იყოს თქო, თქვენი ფეხი ტყუილად არ თქვი. იმიტომ რომ ხო ხმარობთ იმაზე. იმას კი. გაზი ამბები. ესე იგი ძალიან ისეთი მანდილოსთვის ცოტა უცნაური მგონია, მე შეიძლება ხამ სპორტ შეხედულებოდა და ბევრია, მაგრამ თან თქვენი ჰაბიტუსიდან და გარეგნობიდან გამომდინარე, ცოტა ისეთი ვერ წარმოგიდგინეთ ტალახში ყელამდე ხა რა, მაგალითად და რაღაცა ისეთ ადგილზე. საიდან გაგიჩნდათ ამის სურვილი, რომ მესმის ავტომობილის სიყვარული ერთია, მაგრამ ეს მაინც სხვა მიმართულებაა, ხო ეს? კი, დღეს ახლა არავის უკვირს ავტომობილზე მანდილოსანი, მაგრამ არა, მე ვიძახი იმას, რასაც თავის დროზე, იცით რა არის, კომუნისტების დროიდელი ხომ ვარ მე? ხომ დიდი ვარ? მეც. ხო და მაშინ თქვენ კი არ გეტყობათ, მაგრამ არა მეტყობა. არა. მე კახელი ვარ, შემიძლია დავიგინო, არ გეტყობათ ხო? აი მე მომწოს. ხო, აბა. მე რაღაცა კარგად ჯღურტულებ და გავალ მე თუ.